დაგშალეს მარტი მომრავლება. გადარჩენა მხოლოდ შეგვიძლია ჩვენი სულიერი მდგომარეობა. გარდა იმისა, რომ ზნეობა უნდა გამოვასწოროთ და ჩვენი თავი უნდა გამოვასწოროთ და რელიგიურ უნდა გავხადოთ და მიწას უნდა დავხედოთ, მიწას. გაგვითხრა ილიამ, მე ჩენებ მიწას დავყურებ თვალით. მაგრამ ეს ხარს უთხრა იმას, შენ პირუტყვი ვიღარ და მეტყველიო და ეგ შემოლავაო, გუშექში ურდებაო, რადგინდა თვალით უნდიყოს წრენი თუ სიმართლისთვის დაგიჩლუბდებაო. ჩვენ არცად ბრძოლა არ გვინდა. ჩვენ მარტო ცხოვრება გვინდა. ჩვენ გამრავლება გვინდა. მოშენება გვინდა. ქართველი ხალხი და ქართველი კაცების ქართველობა გვინდა. აბა ვიძი გაერკვნა ერე გესმის აი ამ გათახსირებული კომკავშირლებით და კომუნისტებით. როგორ მეგონა რომ ეგენი ქართველები იყვნენ. და ზვიადი ძალიან დიდ პატივს სცემდი, მაგრამ აი ზვიადის ქრისტიანული ალბათ ცხოვრებით ისარგებლის სამგენო, მას არ შეეძლო კაცი ქართველი მოეკლა. არც დაიჭირა ის არ შეეძლო. რომ მოეკლა ეს არ შეეძლო, თორე ეგენი თუნდაც უყალ დასაწყოთი იყო. მე ერთენ ყველაზე პირველად საქართველოში მედავლობია კომუნისტური პარტიის ოთახ გამოიწაგებდით უბრალოდ დაცახში. ხო და არ გამომწაროთვებდი, მაგრამ მე ვიცი რომ უნდა. ყველა მომერიდა ხოლმე და მე აქედან დავიწყეს ომი. ჩამოსული კაცი ისე მოვაქციე რომ ვინც იყო იქ ჩამოსული გამოგზავნილი. გავქართველდი იზარდა და გავქრისტიანდი და გავქართველდი და მე როცა ჩამოვიდა საქართველოში აქეთ თბილისში რომ მისულა მარგიანთან უთქვია რომ მე ქართველი ვარ და მოხდერმა გამაქართველა და ასეთი პატრიოტიზმის ისეთი ასე და მოუყვა თორე ყველაფერი და რომ ჩამოვედი მე თბილისში სესიაზე ასე მითხრა მოვიდა ჩემთან და შენ მამათევდორ ხარ მეც მინდა გაქართველება მეთქი შენ ხაბულიანთან და ხეცურიანთან ჩამოვიდა სამი ვერსერთან მეთქი ჯავაბია ხალხი და ძალიან კარგი ხალხი იყვნენ მაგრამ აბა ესენი ბაფუგილები იყვნენ და ჩვენ გვინდა ხელთავიდან დავუბრუნდეთ უნდა ხელთავიდან დავუბრუნდეთ აი ამ ვითამ პროფესორებს არ უნდა მოვუსვით ბევრი ვიფიქრე ამაზე მე თქვა თუ არა ეს მაგრამ მე ვკითხე ვიღაცებს და მითხრეს რომ უნდა თქვა იმიტომ რომ ხალხი არ შეცდეს აუწერია უდედა უდის ეკლესია ვითამ ახლა დიდი დამსახურება აქვს უდის ეკლესიის წინათ 3000 მეტრი ბაზრაკო რომელცა იმ უდის დამხურვაზე გადავიყადე რო დანგრევილი იყო ეს ეკლესია შევკარ დაგვადგინეთ ფანჯრები ჩაუშვით ძირას დავაგეთ მოვხატეთ კიდევ კანკელიც ვისწავართ რომ ფაიცის მოვიდანეთ და დავდგე კანკელიც და ტრაპეზი მე მე-10 საუკუნისაა დადგმული და ამას ვითამ დიდი დამსახურება აღიდგა და უდედა მისი ეკლესია და უძერიაზე იგი ჯერჯერდგა პულის გონი და სულ გაკიდულებას პაზოტოს მონას თქვენ ეს უნდა ცნოთ რამდენ ტერიტორია სახარებაში რომ იმ ხალხთან არ დადგეთ რომელიც არის ფარისეველი მოერიდეთ ასეთ ხალხს სადუკეველიც მოერიდეთ ლიბერალი რო არის კოსმოპოლიტი რო არის უნდა მოერიდოთ თორა თუ მაგარი ხარ მიდი შეეომე მაგრამ ვერავარ ხო ხედავ ვერავარ ყველა პირჯავს უდაიცეს მე რაცა თავში უძურება გონია რომ ამაღლა აგერ ჯულის კანონი დაიკითხა და სხვა სასწავლის ჯულთა თვითონ ურჯულურა ასეთები სასულიერო პირები ხო თავის ნაკს ვერავინ ვერ ხედავს სხვას უგურგვირდებს ასე გენიო გააჩერდი რა ადიჟენტაც უყედე იქ რა თქვა იმან მეზვერები მერტო მიხინე მეცოდოს ამასა შემიწყალე ღირსი არა ვარ ზე აღვიხინო თვალი ჩემი ავინო იმას მივაცე ეს რა ამ პარტიებს ბაზო და აბა და ევედრე ყველასთვის უფალსა თქვი რომ ხოლო შეუძლია მათე და გააცლიერა აცხონე 1000 სიტყვა კიდე გაი და